დღეს გადაცემა ექიმებში. როგორ უნდა მივიღოთ იდეალური სხეული? თანამედროვე აპარატი სხეულის ფორმების შესაძლებლად. რა კავშირი აქვს twins ორგაზმთან? ორგაზმი არ ტეხავს? სექსი არის პირველ რიგში სიყვარული და ასე რომ გიყვარდეთ ერთმანეთი. რაზე ფიქრობენ ქალები სექსის დროს? გაიგეთ როგორ ხდება დაკარგული კბილის შეცვლა. როდესაც მოვიცვალე კბილები, წინა დღის ნაცვლად 2 ჩამომივიდეს. მიშო სულუხიას ღიმილის საიდუმლო ექიმებში. შესანიშნავი ღიმილი გაქვს. პატარა მაყურებლის სახალისო შეკითხვა. რატომ ეხება თაბრო? და თავბრუ დახვეული ექიმები. მოემზადეთ, ექიმები იწყება. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებ თქვენთვის მეტად საინტერესო სამედიცინო თემებზე. ლევან, როგორც ვიცით, რამდენიმე დღის წინ ძალიან საინტერესო საერთაშორისო კონგრესზე იყავით. მოხსენებაც კი გააკეთე, ხა მარტო ყოფნა ხო არ არის საქმე. მოგვიყევი რა ხდებოდა? ეს იყო საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მეხუთე საერთაშორისო კონგრესი. გამოირჩეოდა იმით, რომ იყო რეკორდული რაოდენობის დელეგატები, იყო ძალიან ბევრი საერთაშორისო მომხსენებელი და მათ შორის მეც მქონდა ერთი მომხსენება მოკრძალებული ჩვენი გამოცდილებაც გაუზიარეთ, ასე ვთქვათ, ჩვენს მეგობრებს. თქვენი კარგი გამოცდილება გაუზიარეთ მოგძალებულად, თორე მოგძალებული გამოცდილება თქვენ არ გაქვთ რამდენადაც ვიცი, ხო? ლევან, კონკრეტულად შენი მომხსენება რა შეეხებოდა? ჩემი მოხსენება შეეხებოდა დიაფრაგმის თანდაყოლილ თიაქრებს, მაყურებელს რო აუხსნა დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქარი, ეს არის თანდაყოლილი დეფექტი დიაფრაგმაში, საიდანაც ხდება მუცლის ორგანოების გადანაცვლება გულმკერდის ღრუში, საკმაოდ რთული ესეთ თანდაყოლილი ბანკი არის, ძალიან რთული არის ასეთი პაციენტების მკურნალობა, თუმცა სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ კლინიკაში ჩვენი გამოცდილებით ასეთი ბავშვების გადარჩენის პროცენტი პრაქტიკულად არ ჩამოუვარდება ამერიკისა და ევროპის წამყვანი ცენტრების სტატისტიკას, ასე რომ ამიტომ გადავწყვიტეთ ზუსტად ამ თემატიკაზე გაგვამახვილებულად. ყველა დამეთანხმება, რომ სხეულის ფორმაში მოსაყვანად, გასახდომად და გასამკვრივებლად ორი საუკეთესო საშუალება არის დიეტა და რა თქმა უნდა ვარჯიში. თუმცა იმაშიც დამეთანხმებით, რომ ეს ორივე მეთოდი დიდ ნებისყოფას და საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ნებისყოფას და დროს რომ თავი დავანებოთ, არსებობს სხეულზე ისეთი პრობლემური ზონები, რომლებიც უფრო რთულად მოსაწესრიგებელია და ფორმაში მოსაყვანი და მარტო დიეტა ამას ნამდვილად არ ყოფნის. მაგალითად ეს არის დუნდულები, ბარძაყები, მუცელი და ამ ზონებს დამატებითი ხელისშევლება და დამატებითი ძალისხმევა სჭირდება სასწავლებლად. რომელი ხელის, ნინო, ამ ხელისშევლება ხო არ ჭირდება? მსგავსი ხელისშევლებისთვის კოტე დამეთანხმება, რომ პლასტიკურ ქირურგებს ხშირად მიმართავენ ხოლმე და მე კოტესნაირი ესეთ ჯადოქარი ქირურგების სწავლობით ყველაფერი ფორმაში დგება ხოლმე. თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩვენი მოთხოვნილებებიც იზრდება და ბევრს უნდა რომ სხეულის ფორმები ქირურგის ჩარევის გარეშეც გაილამაზოს. ერთ-ერთი ასეთი საშუალება კი ულტრაბგერითი აპარატურა და რადიოტალღებია. მოკლედ, როგორ უნდა შეიმციროთ სხეულის გარშემოწერილობა, დაიმრგვალოთ და გაილამაზოთ ფორმები, მოიშოროთ ცხიმი ყველაზე მარტივად, ამ შეკითხვას ჩვენ სტუმართან ერთად უპასუხებთ. მიესალმეთ აქცენტ ესთეტიკ ცენტრის ექიმი კოსმეტოლოგი ნათია ავალიანი. მოგესალმები, ნათია დავწერდი. ხალხი და მოდით ვისაუბროთ ამ აპარატის შესახებ, თუ რას აკეთებს, რა ჟადოქრობებს აკეთებს. ითვლება, რომ დღეისათვის ყველაზე ეფექტური არაინვაზიური, ანუ არაქირურგიული საშუალება ცხიმის შესამცირებლად, სწორედ ასეთი ულტრაბგერითი მეთოდია. ამ აპარატის განსაკუთრებულობა, როგორც ჩვენ ვიცით, ის არის, რომ რადიოტალღას და ულტრაბგერას იყენებს კომბინირებულად. და შედეგად ცხიმი დნება და კანი უფრო ელასტიური ხდება. ვიყენებთ კომბინირებულ მეთოდს, ეს არის ულტრაბგერა და რადიოტალღა, ანუ RF ტექნოლოგია. კარგით, რას აკეთებს ულტრაბგერა ამ შემთხვევაში? ულტრაბგერით ხდება ცხიმოვანი მემბრანის გარღვევა, ანუ დაშლა. იშლება, ასე ვთქვათ, ცხიმოვანი მემბრანი. და რაც შეეხება RF-ი, ანუ რადიოტალღით ხდება ცხიმის უკვე გაალღობა, გათხევადება ტემპერატურულად, იმიტომ რომ სხვა ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ რადიოტალღის სიღრმე და სიხშირე. ეკეთდება პროცედურა ლოკალურად, ანუ სადაც არის პრობლემური ზონა. ეს საუბარია ჭარბწონაზე თუ კანის ზედაპირის უსწორმასწორობაზე, რასაც საზოგადოებაში ცელულიტს უწოდებენ. დიახ, ანუ აქ
გამოვიყენებთ ორივეს შემთხვევაში, ხდება როგორც ცელულიტის მკურნალობა, ასევე თქვათ გარშემოწერილობის შემცირებას, თქვათ თუ უნდა პაციენტს რა ვთქვათ, მუცლის არეალი შეიმციროს, უფრო წვრილი წელი ქონდეს, თქვათ უფრო წვრილი ბარძაყები RF ტექნოლოგიით ბოჭკოები, რა თქმა უნდა, ვიწროვდება, კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს და ელასტიური ხდება კანი და ერთგვაროვანი. ერთი არის ის, რომ როდესაც ჩვენ ამათ ულტრაბგერით მოვახდენთ ზემოქმედებას, ირღვევა ცხიმოვანი ქსოვილის, ასე ვთქვათ, კაფსულა და მე რადიოტალღა იწვევს ამ კაფსულაში დარღვეული ცხიმოვანი ქსოვილის ტემპერატურული ზემოქმედების საშუალებით მის გაწოვას. ამდენლაპარად ნახოთ პირდაპირ როგორ კეთდება და სად კეთდება. ჩვენ დაგვჭირდება მოხალისე ამ პროცედურის ჩასატარებლად. მოდით მივესალმოთ მშვენიერი ანანო. გამარჯობა ანანო. აი თქვენი ადგილი, დიდი მადლობა რომ მოხვედით. ცოტა ხანში ექიმებში. გაიგეთ რა არის ანორგაზმია და როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა. სექსი არის პირველ რიგში სიყვარული და ასე რომ გიყვარდეს ერთმანეთი. ნათია, თუ შეიძლება ახლა აგვიხსენით რა პროცედურაა ეს? პირველ რიგში ინიშნება პრობლემური ზონა, დასამუშავებელი. ანანოს შემთხვევაში ეს ზონა არის პატარა, ანანო არის პროფესიით მოდელი და მას სჭირდება რომ უფრო წვრილი წელი ქონდეს. რაც შეეხება ტექნოლოგიურად ხდება უკვე ცხიმოვანი მემბრანის გარღვევა. ანანო რამეს გრძნოო? არა, რა ვიცი. გახურების შეგრძნება არა გაქვს? ჯერჯერობით არა. ყოველ შემთხვევაში პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა, როგორც ხედავთ. კი, უმტკივნეულოა. და დიდი დრო ჭირდება ერთ პროცედურას. ეხლა რა პატარა ზონაც არის მონიშნული, ასეთ ზონას დაახლოებით ჭირდება 40-50 წუთი. საკმაოდ ხანგრძლივად მუშაობდება, ხო? დიახ, როცა არის თქვათ უფრო გამოკვეთილი პრობლემა, თქვათ უფრო დიდი მუცელი, ამ შემთხვევაში უკვე პროცედურის ხანგრძლივობა იზრდება. და რამდენი პროცედურაა საშუალო საკმარისი, რომ რაღაც ისეთი სასურველი ეფექტი მივიღოთ? მინიმუმ არის 4 პროცედურა ჩასატარებელი იმისთვის, რომ მივიღოთ კარგი შედეგი, თუმცა ანანოს შემთხვევაში 2 პროცედურაც არის საკმარისი. იმ დღესვე პროცედურის დასრულებისთანავე -1 სანტიმეტრს იკლებს პაციენტი. ანუ ერთი პროცედურის მერე უკვე შეუძლია პაციენტს ნახოს, რომ აქვს უკვე შედეგი? დიახ. ანუ რაც უფრო ჭარბწონიანი ადამიანი, ალბათ უფრო ეფექტურია. ქონია პრაქტიკაში, რომ დაუკლია პაციენტს თქვათ -2 ან -3 სანტიმეტრი. ანუ რაც უფრო მეტი ცხიმი არის, უფრო სწრაფად მიდის პროცესი. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ფოტოები თქვენი კლინიკიდან, თუ როგორ გამოიყურებიან პაციენტები ამ პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ. ეს არის 4 პროცედურის შემდეგ ფოტომასალა და ინტერვალი პროცედურებს შორის დაახლოებით რა არის? პროცედურებს შორის არის 2 კვირიანი, იმიტომ რომ ეხლა რა პროცედურასაც ვაკეთებთ, ან ულტრაბგერით რო ხდება ამ ცხიმოვანი მემბრანის გარღვევა და შემდგომ რო გადავალთ მეორე ტექნოლოგიაზე, ანუ რადიოტალღაზე RF-ზე, RF-ით კეთდება ლიმფოდრენაჟი. 2 კვირის განმავლობაში ეს ყველაფერი შარდისკზით გამოიდევნება ორგანიზმიდან. საერთოდ მაყურებელს და განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე ადამიანებს, რომლებიც არც ისე ცოტაა ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ, უნდათ ხომ ეფექტის ძალიან სწრაფად მიღება. ხა ის რაც თქვენ თქვით, რომ ერთი პროცედურის შემდეგ უკვე გარშემოწერილობა მუცლის თქვა შეიძლება 1 სანტიმეტრით შემცირდეს, ძალიან დამაიმედებელია მათთვის, მაგრამ მარტო ეს პროცედურა რა თქმა უნდა არც წონაში კლებას და თქვა არც ვარჯიშს და დიეტას და ასე შემდეგ არ ჩაანაცვლებს. რამდენადან მიზანშეწონილი თქვა პარალელურად ვარჯიშის და თქვა სწორი კვების და დიეტის პირობებში აი ამ პროცედურის გაკეთება. ეს იქნება იდეალური, თუ თქვა პაციენტი დაიცავს ანუ სწორ კვებას ივარჯიშებს აპარატურული პროცედურების შემთხვევაში, პირიქით უკეთესია, ანუ გაუმჯობესდება ნივთიერებათა ცვლაც და უკეთეს შედეგს მივიღებთ. არ ვამბობთ იმას, რომ აპარატურით ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ლიპოსაქცია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვპირდებით წონაში რადიკალურ კლებას. ეს არის ფორმების მოდელირებისთვის, ეს არის ცელულიტის თქვა სამკურნალოდ, რომელიც ანუ გამოიყენება როგორც სხეულის ნაწილზე, ასევე სახის ნაწილზე, თქვა როგორიც არის ღაბაბი, ღაბაბის შემთხვევაში შეგვიძლია იგივე ტექნოლოგია გამოვიყენოთ. ჩვენ სხეულზე არსებობს რაღაცა ზონები, რომელშიც ძალიან ძნელია ამ ცხიმოვანი ქსოვილის ალაგება, თუნდაც ძალიან ინტენსიური ვარჯიშის ან ძალიან ისეთ მკაცრი დიეტის დაცვის პირობებშიც. ღაბაბი ახსენეთ თქვენ, ეს ძალიან პრობლემური ზონა არის, ადამიანებს ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. დიეტას არჩევენ, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრს ვარჯიშობენ, წვალობენ, მაგრამ რაღაცა კონკრეტული ვარჯიში, რომელიც აი ამ ზონას მაინც და მაინც მოუხდება, ასე ვთქვათ, არ არსებობს. ჩვენ დაგვიკავშირდა მაყურებელი, რომელსაც ჰქონდა შეკითხვა, შესაძლებელია თუ არა ასეთი პროცედურით ღაბაბის მოცილება ან კორეგირება. ჩვენ მას გავუკეთეთ არაჩვეულებრივი საჩუქარი თქვენთან ერთად. მოდით ახლა ვნახოთ ვიდეო, თუ რა საჩუქარი მიიღო ამ მაყურებელმა. გამარჯობა, მოგვიყევი შენი პრობლემის შესახებ. გამარჯობა, მე ვარ ლანა რამაზაშვილი 21 წლის. დაახლოებით 2 წელია, რაც შევამჩნია, რომ მაქვს ღაბაბი. სურათების გადაღების დროს ვცდილობ პროფილში არ ვითხრა, რადგან ძალიან მაკომპლექსებს ეს ღაბაბი. არც კი ვიცი, არის თუ არა საქართველოში ისეთი საშუალება, რომელიც დამეხმარება ღაბაბის მოშორებაში. ლანა, მინდა გითხრა, რომ ესეთი საშუალება არსებობს და ახლა შეგვიძლია წავიდეთ ესთეტიკურ ცენტრ აქციაში, სადაც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებიან. მზად ხარ? რა თქმა უნდა, კი.
მოვედით მოკლედ ლანას სურს ღაბაბის მოშორება. ძალიან მარტივი მდგომარეობა არის შენ შემთხვევაში. დაახლოებით დაგჭირდება 4 პროცედურა, ეს იქნება შენ შემთხვევაში სავსებით საკმარისი. ნატია, დაახლოებით რა ხანგრძლივობა არის ერთი პროცედურა? დაახლოებით ლანას შემთხვევაში ერთი პროცედურის ხანგრძლივობა იქნება სადღაც 15 წუთი ულტრაბგერით, ხოლო მეორე ტექნოლოგიით დაგჭირდება დაახლოებით 10 წუთი. ძალიან კარგი. საკმაოდ კომფორტული არის, იმიტომ რომ ანუ მონაცვლეობით არის ცხელი და ცივი ულტრაბგერა. ანუ ცივი არის 15 წამი, 5 წამი არის ცხელი და ისე ენაცვლებიან ერთმანეთს, რომ პაციენტისთვის ფაქტიურად არის ეს შეუმჩნეველი. პროცედურიდან პროცედურამდე რამდენია შუალედი? 10 დღიდან 14 დღის შუალედებით შეგვიძლია პროცედურების ჩატარება. ერთი პროცედურით თუ დავინახავთ შედეგს. ერთი პროცედურით დავინახავთ, რა თქმა უნდა, შედეგს. ეს პროცედურები ტარდება როგორც მოდელირების მკურნალობის, რომელიც არის საკმაოდ ხანგრძლივი ეფექტი აქვს დაახლოებით სრული კურსის ჩატარებიდან 8 თვე 1 წელი ვინარჩუნებთ აი ამ შედეგს. შესანიშნავი და სამბოშტავი შედეგია. ძალიან კარგი, რომ ესეთი ტექნოლოგიები ჩვენთან დაინერგა. ანანოსთან ყველაფერი კარგად არის. კარგად გზნობთ თავს, რა თქმა უნდა, ანანო, დარწმუნებული ვარ, ცოტათი ნასიამოვნების სახითაც გვიღიმის იქიდან. ეს ეტაპი არის უკვე, ანუ RF ტექნოლოგია, ანუ ხდება უკვე დაშლილი ცხიმის ლიმფოდრენაჟი. ანუ ლიმფოდრენაჟი ნიშნავს იმას, რომ კაფსულადანგრეული ცხიმი ლიმფოდრენაჟის საშუალებით უფრო მარტივად გამოიყოფა შემდგომ შარდის საშუალებით, ხო? არის საზომი ერთეული, რომელიც გვიჩვენებს რა ტემპერატურა თქვა 39 გრადუსზე, 40 გრადუსზე და ამით ვაკონტროლებთ ტემპერატურას იმისთვის, რომ პაციენტი დისკომფორტის ზონაში არ აღმოჩნდეს. დიახ, დისკომფორტი არ იქცნას. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმარს, იმისათვის რომ შეგვისრულა ეს პროცედურა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენიერი პრეზენტაციისთვის და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა სტუდიაში მოგწევთ. ცოტა ხანში ექიმებში. გაიგეთ როგორ ხდება დაკარგული კბილების შეცვლა. მიშო სულუხიას თვალის მომჭრელი ღიმილის საიდუმლო. გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ თემაზე, რომელზედაც სტატისტიკურად მაყურებლისგან ყველაზე მეტი შეკითხვა მოგდის. გამარჯობა ექიმებო. მაინტერესებს ikurneba თუ არა სექსი სიამოვნებს, მაგრამ არ ვიცი რასაც განვიცდი ორგაზმია თუ არა. სექსის დროს სიამოვნებას ვერ ვიღებ და ორგაზმი მაქვს მხოლოდ მასტურბაციისას. მირჩით არ გათხოვილი, მაგრამ ორგაზმი არასდროს მქონია. ეს შეიძლება ჩემი მეუღლის ბრალი იყოს თუ ჩემი პრობლემაა. სექსის დროს ვერ ვახერხებ კონცენტრირებას და ორგაზმამდე ვერასდროს მივდივარ. რით შეიძლება უშველო ამას? ეს თემა არის ანორგაზმია. ანუ მდგომარეობა, როდესაც ქალი სექსის დროს ან ვერ აღწევს ორგაზმს, ან ხშირად დამყარად უზნელდება ორგაზმის მიღწევა. ასეთი შეკითხვები რომ მოგდის არ მიკვირს, იმიტომ რომ ამ თემაზე ექიმთან პირადად საუბრის ბევრს ერიდება. ანონიმურად მოწერა კი უფრო მარტივია და ადვილია ამ შემთხვევაში აზრის ჩამოყალიბება და შეკითხვის გადმოცემა. დღეს ჩვენ ანორგაზმიასთან დაკავშირებულ თქვენ ყველა იმ შეკითხვას უპასუხებთ, რომლის ხმამაღლა დასმაც გერიდებათ. პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ არ უნდა მოგერიდოთ ამ თემაზე საუბარი. დაუშვებელია სექსუალურ პარტნიორთან კომუნიკაციის ნაკლებობა. ძალიან ბევრ ქალს ცხენია ანორგაზმიის გამო ექიმთან მისვლა. სინამდვილეში კი ეს პრობლემა აუცილებლად მოსაგვარებელია. როდესაც ანორგაზმიაზე საუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ არსებობს მისი რამოდენიმე ნაირსახეობა. პირველი არის, როდესაც ქალს ცხოვრებაში არასოდეს ქონია ორგაზმი და ასეთი ქალების რიცხვი არც თუ ისე მცირეა. სტატისტიკურად ქალების 10% სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. და სავარაუდოდ მათი უმეტესობა სამწუხაროდ ორგაზმს აყალბებს, რომ პარტნიორს თავი უხერხულად არ აგზნობინოს. არადაჯობს რომ ამ თემაზე გახსნილი საუბრით და საერთოდ ძალისხმევით პრობლემის მოგვარებას შეეცადოთ. ნინოს დაწყებული თემა რომ გავაგრძელოთ, ანორგაზმიის კიდევ ერთი ნაირსახეობაა შეძენილი ანორგაზმია, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალს წარსულში ჰქონდა ორგაზმი, მაგრამ ახლა ამის მიღწევას ვეღარ ახერხებს. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი შეიძლება იყოს ენდოკრინული აშლილობა, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა არსებობს კიდევ ერთი ძალიან გავრცელებული პრობლემა, რის გამოც ქალს ორგაზმის მიღწევა უჭირს. ეს არის კონცენტრაციის ნაკლებობა. ძალიან ხშირად სექსის დროს ქალები ფიქრობენ ძალიან ბევრ პრობლემებზე, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე მათ შორის და ვერ ახერხებენ კონცენტრირებას და სიამოვნების მიღებას. მოკლედ ანორგაზმია არის პრობლემა, რომელიც მოდის აქედან. ჩვენ შევეცდებით ამ პრობლემის დასაძლევად სასარგებლო რჩევები მოგცეთ. სტუმარი უნდა დაგვეხმაროს ამ ყველაფერში. მაშასე მიესალმეთ ექიმი სექსოლოგი კლინიკა N Medicine-ის სექსოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი პროფესორი ზურაბ მაშანია.
მადლობა მომზადებისთვის დაგრანდით. აუცილებლად შემოგთავაზებთ ბახმაროს წყალს, ვისაუბროთ ბატონო ზურაბ იმ თემაზე, რასაც ქვია ანორგაზმია ქალებში და რატომ არის ეს ესეთი აქტუალური პრობლემა დღეს ჩვენს ქვეყანაში. აქტუალური ანორგაზმიის პრობლემა იმიტომ არის, რომ ანორგაზმია არის ყველაზე უფრო ხშირი სექსუალური დისფუნქცია ქალებში. 50%-ზე მეტი ქალი ყოველ შემთხვევაში საქართველოში შეპყრობილი არის ანორგაზმით. და ეს რა დავაშავეთ ამისთან 50%? ძალიან ბევრი მიზეზი არის აქ ჩარეული და ეს ყველაფერი ლაპარაკი არის კოიტალურ ორგაზმებზე, ანუ ორგაზმი, რომელსაც ქალი აღწევს მამაკაცის ასოს საშოში შეყვანის შემდეგ. არის კიდევ ორგაზმი ექსტრაკოიტალური, რომელსაც ქალი აღწევს ან მასტურბაციით, ან კიდევ მამაკაცის მიერ კლიტორის ან საშოს სტიმულირებით. და როდესაც არის ექსტრაკოიტალური და არ არის კოიტალური ორგაზმი, არა, ეს მაინც ანორგაზმია თითვლება. შეძენილი ანორგაზმია ყველაზე ხშირი არის მშობიარობის მერე, როდესაც ფიზიოლოგიურად პროლაქტინის დონე მატულობს, მეძუძურ ქალს პროლაქტინი ხო უნდა მოემატოს, რომ რძე გამოიმუშაოს ბავშვის გამოსაკვებად და მერე ეს იწვევს ჰიპერპროლაქტინემიას, სისხლში პროლაქტინის დონის მომატებას, რომელიც არის უშუალო მიზეზი, როგორც ლიბიდოს დაქვეითებისა, ანორგაზმისა და ცუდი ის არის, რომ მერე პროლაქტინი ნორმაზე ჩამოდის, მაგრამ ანორგაზმია რჩება. პრობლემა კიდევ ის არის, რომ სამკურნალოთაც საკმაოდ რთულია. ძალიან შეგვეშინდა უკვე 50%-დან დაწყებული არასწორი მიმართვიანობით დამთავრებული პირველი რჩევა მივცეთ ჩვენს მაყურებელ ქალბატონებს. როდის უნდა გადაწყვიტოს, რომ მიდის ექიმთან? ბევრმა ქალმა საქართველოში საერთოდ ისიც არ იცის ორგაზმი რა არის და ორგაზმი რომ უნდა იყოს სექსის დროს, ისიც არ იცის. ეს იყო ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც მაყურებელს დაგვიშვა. მე მინდა თქვენ გთხოვოთ, რომ აუხსნათ ქალბატონებს რა არის ორგაზმი, რა მექანიზმია, რა უნდა იყოს, აი ერთ-ერთი მაყურებლის შეკითხვა იყო, რომელიც საერთოდ არ იცის რა არის ორგაზმი. ორგაზმი, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, ეს არის ნეტარების, ანუ სიამოვნების შეგრძნება, რომლითაც ბუნებამ დააჯილდოვა ადამიანი იმისათვის, რომ მოტივირებული იყოს სქესობრივი ცხოვრება შემდგომი გამრავლებისათვის. ეს არის კულმინაციური წერტილი სქესობრივი აქტისა. საერთოდ სექსოლოგია დახუნძლულია მავნე ბოროტი მითებით. ერთ-ერთი მითი ის არის, რომ სრულიადაც არ არის საჭირო, რომ ქალს ჰქონდეს ორგაზმი. იმშობიარებს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ და მეხუთე მშობიარობის მერე დაიწყებს ორგაზმების განცდას. რა არის? ეს ბოდოა, მე მგონი მითი კი. არა, ბოდვა შეიძლება არ არის, მაგრამ სადიზმი ნამდვილად არის. ნამდვილად სადიზმია. რა თქმა უნდა, საზოგადოება მთლიანად არის ამაში გარკვეულწილად დამნაშავე, პირდაპირ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ არის მიდგომა, რომ ქორწინებაში ქალთან შეიძლება მამაკაც შევიდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქალი ქალწულია. და ამიტომ მივიღეთ 30, 40, 50 გადაცილებული ქალები, რომელსაც არასდროს არათუ ორგაზმი, არათუ სქესობრივი კონტაქტიც კი არ ქონიათ არასდროს. ეს არ არის მარტო სამედიცინო პრობლემა, ალბათ სოციალური პრობლემა არის ყველაფერი ალბათ დამეთანხმება. აუცილებლად და მით უფრო აუცილებელი არის თავის დროზე სპეციალიზირებული დახმარების გაწევა. მე წარმოვადგენ კლინიკა ENMEDIS, ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრს და სექსოლოგი ამას ყველაფერს ხელმძღვანელობს, მკურნალობს, მაგრამ მომიჯნავე სპეციალობის ექიმებთან მჭიდრო კონტაქტის პირობებში. ჩვენ შეგვიძლია ადამიანებს უთხრათ, რომ ორგაზმი არ ტეხავს, არც ქალისთვის და არც კაცისთვის. თავარია მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ არ გვაქვს ორგაზმი, მივდივართ ექიმთან. სხვათა შორის ძალიან ხშირად სოდავენ ხოლმე პარტნიორებიც, განსაკუთრებით მამაკაცები, რომლებიც თვლიან, რომ რა მოხდა, ქალმა სიამოვნება ვერ მიიღო და უნდა ესმოდეთ კარგად ესეთ ადამიანებს, რომ ეს არ არის მარტო სიამოვნების მიღება არ მიღების პრობლემა, ეს ჯანმრთელობის პრობლემა არის და რა თქმა უნდა ეს არის სოციალური პრობლემა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ასეთ წყვილებს უჩნდებათ, მაგრამ ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები და ხშირად ოჯახების ინგრევა ხოლმე ამის გამო, ამიტომ ეს არ არის მარტივი პრობლემა და ეს არ არის მარტო ქალის პრობლემა ნამდვილად. პირველი რაც უნდა ექიმმა სექსოლოგმა ეძებოს, ეს არის ნაადრევი ეაკულაცია ქმარში. იმიტომ რომ ნაადრევი ეაკულაცია ეს არის, როდესაც 60 ფრიქციაზე, ასე ვთქვათ, 60 მოძრაობაზე საშოში არის ნაკლები სქესობრივი აქტის დროს. პირველ რიგში ეს არის წინასასიყვარულო პრელუდიის დეფიციტი. ხო და ეს პრელუდია რა არის ახლა აუხსნათ ჩვენს მაყურებელს? წინასასიყვარულო პრელუდია არის სექსის, ну, უпростоრეთ ასოს, ერეგირებული ასოს საშოში შეყვანის წინ ალერსი. სიამოვნება, ეს ბუნებრივი გზით მიღწევადი სიამოვნება, რომელსაც ვერ შეედრება ვერც ერთი წამალი, ვერც ერთი ნარკოტიკი და ამის გარეშე ადამიანები მე ვფიქრობ, რომ იტანჯებიან. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ეს არ არის ქალების პრობლემა მარტო და ეს არ არის მარტო პრობლემა, რომელიც შეეხება სქესობრივ ცხოვრებას. აქ ყველაფერს აქვს დიდი მნიშვნელობა, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვათა შორის სოციალურ და ყოფით პირობებსაც, აი სქესობრივი აქტი რა პირობებში ტარდება, ხო, აი ხშირად ჩემთვის უთქვამთ, რომ ანორგაზმია მაგის მერე დავემართავო, რომ პირველ ღამეს დედამთილი მიყურებდაო.
ჭუჭურტანიდან და ხედავდიო რა. და თუ ამას ჩვენ განვიხილავთ კიდევ არა მარტო სექსუალური დისფუნქციების კონტექსტში, არამედ სქესობრივი განათლების კონტექსტშიც, არის უშუალო შედეგი სქესობრივი განათლების დეფიციტის. სქესობრივი ცხოვრება ადამიანებს აქვთ, ამას ვერ დავემალებით, ვერსად ვერ გავექცევით და რაც უფრო მეტი განათლება ექნება ადამიანს ბავშვს მოზარდს ამის შესახებ, ის უფრო დაცული იქნება იმისთვის, რომ თავი აირიდოს არასასურველი ორსულობისგან, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან და სხვა კიდე მილიონი სოციალური პრობლემისგან. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს განათლება დასაწყებია ალბათ სკოლაში, ეს ძალიან მტკივნეული თემაა და მუდმივად მოყვება ხოლმე ამას მე რაღაცა სპეკულირება რომ ყოფნიან, შვილებს გაგვიყვნენ, ქართველობას გვართმევენ, არავინ არაფერს არ გვართმევს, რაც უფრო განათლებული იქნება საზოგადოება, უფრო ჯანმრთელი იქნება და უფრო ბედნიერი იქნება. ასე რომ სექსი არ არის გარყვნილება, სექსი არის პირველ რიგში სიყვარული და ასე რომ გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი წიგნი არის სამედიცინო სექსოლოგიის ნარკვევები. მე მინდა ხალბატონს გადაცემოთ. მივცეთ მაყურებელს რამოდენიმე რჩევა, რაც დაგვეხმარება, როდესაც არის პრობლემები სქესობრივი ცხოვრების დროს. პირველი და მთავარი რჩევა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შერცხვეს ქალს ექიმისთვის მიმართვად. მეორე, ნებისმიერი სექსუალური დისფუნქცია ქალის იქნება თუ კაცისა, ეს არის წყვილის პრობლემა. ამიტომაც წყვილოვანი მიდგომა აუცილებელია. ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, რომ მივიდეთ პროფესიონალთან სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში წარმატების გაცილებით მეტი შანსი არის. ბატონო, რომ უშუალოდ წყვილს რა შეგვიძლია ურჩიოთ, რომ მოიხსნեն ისე, რომ არ დაჭირდეთ ექიმის ჩარევა. თავარი არის პროფილაქტიკა, იმიტომ რომ გაცილებით ადვილია თავიდან აცილება სექსუალური დისფუნქციისა, ვიდრე მერე სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა, თუნდაც ყველაზე კარგ სექსოლოგთან. პროფილაქტიკა იწყება პირველი საქორწინო ღამიდან. შესაბამისად, ადეკვატური ინფორმაცია უნდა კონდეს ცოლ-ქმრულ წყვილს, აი პირველ სექსამდე. უნდა კონდეს ადეკვატური ინფორმაცია, როგორ უნდა ჩატარდეს სქესობრივი აქტი, რომ არ იყოს ეს სულელური ბოროტი მითები, რომ აი ტკივილი თუ არ არის, ესე იგი ქალიშვილი არ არის. თუ სისხლის გუბეები არ დადგა იქ, ესე იგი ქალიშვილი არ არის. არ უნდა იყოს არც ერთი და არც მეორე. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთმანეთისადმი პატივისცემას, სიყვარულს, რაც არ უნდა ბანალური იყოს ეს. მოკლედ მნიშვნელოვანი რჩევა ის, რომ მას შემდეგ რაც ქალი საკუთარ სხეულს შეისწავლის და ეცოდინება, სად არის განლაგებული ეროგენული ზონები, საჭიროა ამ ინფორმაციის პარტნიორისთვის გაზიარება. სქესობრივი აქტის დროს აუცილებელია კომუნიკაცია პარტნიორებს შორის, უпростоრეთ აქტამდე. თამაშის წესები ასეთია. არ უნდა შეგწყვეთ არაფრის და უნდა თქვათ რა მოგწონთ და რა არა. პარტნიორმა კი ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ერთი რამ დაიმახსოვრეთ, თუ თქვენი სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილი ხართ, ეს ნიშნავს, რომ პარტნიორთანაც უკეთესი ურთიერთობა გაქვთ, თავსაც უფრო ბედნიერად გრძნობთ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბევრად უკეთესია და ზოგადად ცხოვრებაშიც წარმატებული ხართ. და უფრო მეც იღიმებით კიდე. ძალიან გამოგადგებათ თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ და ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურაბს ასეთი სასარგებლო და საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისათვის. ძალიან დიდი მადლობა. ცოტა ხანში ექიმებში. გიფიქრიათ, რატომ გვეხვევა თაუბრუ? პატარა მაყურებლის სახალისო შეკითხვა. რატომ ეხვევა თაუბრუ? ბევრი წუწუნებს, რომ ქართველები ხშირად არ ვიღიმით, ქუჩაში უჟმურის სახით დავდივართ, დაბღვერილები ვართ და თუ დააკვირდები, ეს მართლაც ასეა. იშვიათად რომ ქუჩაში ვინმემ გაგიღიმოს. ვერ დავიჯერებ კოტერო, არ ჩვენ გიღიმიან ქუჩაში, შეუძლებელია. არა, მე კი მიღიმიან და მესალმებიან კიდევაც და ამაზე კარგი მინდა გითხრა არაფერი არ, მაგრამ ზოგადად მე მგონი ეს ასეა. ქუჩაში ხალხს რომ დააკვირდე, უმეტესობა როგორ დადის? ოღუშული დადის სამწუხაროდ, ბევრი პრობლემის გამო. და ბევრ შეგვიმჩნევია ეს ჩვენს დავდივართ ქალაქში, ჩვეულებრივად, როდესაც ადამიანებისგან ღიმილი ძალიან რთული მოსაპოვებელია, ასე ვთქვათ. ხო და მე ვიცი რატომ ხდება ასე. ძირითადი პრობლემა აქ რა არის თუ იცი ნინო შენ? დაახლოებით ხვდები კოტე. მიხვდები, ეს ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ადამიანის ღიმილი არ არის ლამაზი, ანუ ადამიანებს კბილები არ აქვთ ლამაზი. შესაბამისად, ღიმილი არა მარტო ლამაზი არ აქვთ, არის ხშირი შემთხვევა, როდესაც საერთოდ არ აქვთ. ამიტომ როცა კბილები არ გავა, გაიგიმო, ეხლა როგორი სამწუხაროდ ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ქვეყანაში პირის ჰიგიენას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, არ ეთმობა შესაბამისი დრო, არათუ არ დადიან სტომატოლოგთან შესაბამისი დასაკობრივი სქემის მიხედვით, როგორც საჭირო, კბილებსაც არ იხეხავენ იმ სიხშირით, რაც ნორმალურ ჰიგიენურ მოთხოვნილებებს გააკმაყოფილებს. ამ ყველაფრის გამო კი რა გასაკვირია, რომ მივდივართ კარიესამდე, ღრმულებამდე და ძალიან ხშირად კბილების დაკარგვამდეც კი. სამწუხაროდ კარიესი, რომელიც გამოწვეულია არასწორი ჰიგიენიდან, სხვადასხვა დაავადებებით, ძალიან ხშირად არის ნამდვილად კბილების დაკარგვის მიზეზი. თუმცა ვერ გამოურიცხავთ ასევე სხვა მიზეზებს, როგორიც არის მაგალითად ტრავმები, ხო? გეთანხმები, ტრავმა ერთ-ერთი ხშირი მიზეზია კბილების დაკარგვის, აი მაგალითად ქართველებს ახლა
აი დარტყმას რა ჯობია გვიყვარს ეს ჯობი და გაწევ-გამოწევა და რამოდენიმე კბილით ნაკლებით დამთავრებს ვიღაცა იქიდან ამ ამბავს. ამ ძალადობრივ მიზეზებს რო არ მივსდიოთ მაინც და მაინც არასწორ ჰიგიენას ძალიან ხშირად ყბაზე როდესაც ჩაიტარებს ადამიანი ოპერაციას ზოგჯერ არის რომ ხრჩება კბილის გარეშე ესე ვთქვათ. ზოგს მაგალითად ქალბატონებს ორსულობის დროს ექმნებათ კბილების პრობლემა და ძალიან ადვილად узიანდებათ ისინი. ნუ გარდა ამისა, მოკლედ ძალიან ბევრი მიზეზია, მაგალითად დავამატოთ სპორტი, ავტო ავარიები, სხვადასხვა შემთხვევები. დღეს ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ერთ არაჩვეულებრივ მეთოდზე, რომლის წყალობითაც შესაძლებელია დაკარგული კბილის აღდგენა. სამწუხაროდ კოტე კბილს არა აქვს უნარი თავიდან ამოსვლის, რაც ძალიან ცუდია. ერთხელ გვაქვს მაგის საშუალება, მეორედ არ გვაქვს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია კვლავ გქონდეს ლამაზი კბილები და შესაბამისად მეტი გავიღიმოთ. მიესალმეთ კლინიკას სვის დენტალის ექიმი იმპლანტოლოგი დიმიტრი ხეჩანოვი. პირველში რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ ბახმაროს წყალს, იმიტომ რომ ეს წყალი კბილებსაც უხდება, როგორც ყველაფერს დანარჩენს. ბატონო დიმიტრი, ჩვენ ჩამოთვალეთ სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც შესაძლებელია რომ ადამიანმა დაკარგოს კბილი ან კბილები. თქვენ ძირითადად რა მიზეზით გაკითხავენ? ნუ მიზეზი რა თქმა უნდა ის არის, რაც თქვენ ზემოთ ჩამოთვალეთ, ყველა ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ეს ტრავმები იქნება, ორსულობა, ჯიშის ფაქტორი, დაგვიანებული ვიზიტი სტომატოლოგთან, ფინანსური პრობლემები. სწორედ ამაზე ზრუნავს ჩვენი კლინიკა სვის დენტალი, რომ ეს ყველაფერი იყოს ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის. და რა თქმა უნდა, როცა პაციენტს არ სურს კონდეს მოსახსნელი პროთეზები და უნდა რომ კონდეს რაღაც ისეთი მყარი კონსტრუქცია, ამ შემთხვევაში მიმართავენ იმპლანტოლოგიას, იმპლანტებს და ესეთ სიტუაციაში ჩვენ ვეხმარებით ზუსტად აი ამ მეთოდით იმპლანტაციით, რომელიც არის დღესდღეობით ძალიან პოპულარული. და მოდი დეტალურად ავხსნათ თუ შეიძლება მაყურებელს, თუ რას ნიშნავს იმპლანტები და როგორ ხდება მათი ჩანერგვა. იმპლანტი ეს არის კბილის ფესვის იმიტაცია. ნუ იმპლანტი არის დამზადებული ტიტანის მასალისგან. ჩახრახნის შემდეგ იმპლანტი იღებს კბილის ფესვის როლს, ასე ვთქვათ, ასრულებს. მაგდება კბილის ძვალში, ხდება მისი ინტეგრაცია, უკვე ასე შეთავსება ესე გარკვეული ორგანიზმში, ძვალში. უნდა ვაცადოთ ამისთვის 3-4 თვე და შემდგომ ხდება დატვირთვა მისი. იღებს ჩვეულებრივ ფუნქციას, ხდება ჩვეულებრივი კბილი, ზემოდან იდგმება ხელოვნური გვირგვინი და პაციენტს შეუძლია გაიღიმოს, ღეჭოს ჩვეულებრივად. ჩვენ ვიდეოზე შეგვიძლია ვნახოთ ეს ყველაფერი, თუ როგორ გამოიყურება იმპლანტი. კბილის იმპლანტი როგორც ხედავ, შედგება მეტალის ამ რამოდენიმე ნაწილისაგან. ეს ნაწილები დამზადებული არის ტიტანისგან, როგორც უკვე ბატონმა დიმიტრიმ თქვა, და ტიტანი ადამიანის ძვალთან სრულად ადაპტირებს და ინტეგრირდება სათანადოდ. შეეზრდება ძვოვან სტრუქტურას და კბილის ფესვის როლს თამაშობს, ხო? სწორად დავწერე. როდესაც დასრულდება რეაბილიტაცია, ძირითადია 3-4 თვეა, როგორც ბატონმა დიმიტრიმ გითხრა, შემდგომ უკვე მზადდება გვირგვინი კბილების ფერის და სტრუქტურის მიხედვით და ზევიდან ფიქსირდება უკვე გვირგვინი, რათა კბილთა წყობა აეწყოს სათანადოდ და ადამიანმა ფუნქციონალურადაც და ესთეტიურადაც გამოიყენოს ეს ახალი იმპლანტირებული კბილი. უფრო დეტალურად რო ავხსნათ პროცედურა, პირველ რიგში ხდება გრძილის გაკვეთა, შემდეგ ხდება ბურღის გამოყენებით ხვრელის გაკეთება, სადაც თავსდება ეს ტიტანის წკირი და იხურება გრძილი იკერება. დაახლოებით 3-4 თვე ჭირდება მას ადაპტირებისთვის, ანუ ადაპტირებაში იგულისხმება, რომ ამ ტიტანის წკირის ირგვლივ უნდა შემოხორცდეს ძვალი, გაძვალდეს, ასე ვთქვათ, წარმოიქმნოს ძვლის ქსოვილი, რომელიც გაამყარებს, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა არის ის, რომ 4 თვე კბილების გარეშე ყავს ეს ადამიანი? არა, შეიძლება დროებითი კონსტრუქციის გამოყენება, ანუ მზადდება ესეთი დროებითი კონსტრუქცია, შეიძლება იყოს მოსახსნელი, შეიძლება იყოს მუდმივი. და თვითონ ეს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ კეთდება და სრულიად მტკივნელად ტარდება ეს ყველაფერი. და რეაბილიტაციის პროცესიც ამ პროცედურის შემდგომ ძალიან ხანმოკლეა და ადვილად გადააქვთ პაციენტებს. დიახ, იყო შემთხვევები, რომ აი პირდაპირ კლინიკიდან სამსახურში წასულა ადამიანი და ჩვეულებრივ მანქანითაც მოძრაობს და არ აქვს არანაირი შეზღუდვა ისეთ. ნუ ეხლა თუ არ არის ეს რაღაც მასშტაბური ძვლის გადანერგვა და რაღაც როცა თხოვთ პაციენტს ცოტა მოსვენებას და შეზღუდვას დანარჩენ ისეთი. რამდენი იმპლანტი ჩაგიდგამთ მაგალითად ერთ პაციენტზე? ერთ პაციენტზე ერთ ეტაპზე 10-12 იმპლანტი დიახ. რამდენი ხანი გრძელდება ეს პროცედურა? აი დავუშვათ ერთი იმპლანტის ჩადგმა. მომზადებიდან, ანესთეზიიდან, დამთავრებამდე, ნაკერის დადებიდან შეიძლება დაახლოებით 20-30 წუთი. კარგით, დიმიტრი, ვთქვათ, რომ გავიდა საკმარისი პერიოდი, ძვალმა მიიღო იმპლანტი, ანუ ის ადაპტაციის პერიოდი გაიარა და მოდით ნახოთ ვიდეოზე თუ რა ხდება ამის შემდგომ ეტაპზე, ხო? ჩვენ ისე ხსნით გრძილს, პოულობთ იმპლანტს, სადაც არის ჩასმული, ვაყენებთ მაფორმირებელს გრძილის. გრძილი იღებს ფორმას უკვე შემდგომ კბილისთვის, რომ ეს ლამაზად ჩააჯდეს ანატომიურად, რომ ჩააჯდეს უკვე გრძილში, რომ არ განსხვავდებოდეს მეზობელი კბილი.
კბილებისგან. შემდგომ ყენდება აბატმენტი და ხელოვნური გვირგვინი. განსაკუთრებულ მოვლას თუ საჭიროებენ იმპლანტები განსხვავებით ჩვენი ბუნებრივი კბილებისგან. ვაძლევთ რჩევებს პაციენტს, ვიწვევთ შემდგომ პაციენტებს ჩვენთან. გადიან პროფესიულ დამუშავებას უბრალოდ ქვების გაწმენდას, ასე ჰიგიენა უფრო უნდა მივაქცევთ ამას ყურადღება, ჰიგიენა. რომ შემდგომ არ მოხდეს ანუ იმპლანტის დაზიანება. ბატონ დიმიტრი, გარდა კბილის დაკარგვისა, ჩვენ ვიცით რომ სხვადასხვა შემთხვევებშიც ხდება ასეთი იმპლანტების გამოყენება, ანუ სხვა რიგი პრობლემების აღმოსაფხრელად. ჩვენთან სტუმრად არის თქვენი პაციენტი, რომელიც თავად მოგვიყვება, რა პრობლემა ჰქონდა, რამდენად რთულია პროცედურა, თლათ თქვენ რო არ დაგიჯეროთ, ასე ვთქვათ, ახლა პაციენტის თვალით დანახული სირთულეც საინტერესო შესაძლებელი იქნება. გთხოვთ მიესალმეთ, ჩვენთან სტუმრად არის მომღერალი X Factor-ის კონკურსანტი მიშა სულუხია. გამარჯობა მიშა. როგორ ხარ? მადლობთ, კარგად. გაგვიღიმე გვაჩვენა. კარგია. ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისათვის. ნამდვილად შესანიშნავი ღიმილი გაქვს, მაგრამ რა პრობლემა გქონდა? მანამდე რა იყო ის ძირითადი, რის გამო ჩვენ მიმართე ექიმს? მოკლედ თქვენგან ჩამოთვლილი მიზეზებიდან არც ჩემი პრობლემა, არც ტრავმა ყოფილა, არც დალევა, არც სპორტისგან დამეკარგოს კბილები. მე ბავშვობიდან მქონდა ბუნებრივი დიასთემები, ასე ვთქვათ, კბილებს შორის დაშორებები. როდესაც მოვიცვალე პირველად კბილები, 4-ის ნაცვლად, წინა 4-ის ნაცვლად 2 ჩამომივიდა ესეთ საყვარელი და ვინახავს ალბათ ყველა დაშორებული. ჩვენ ფოტოზე შეგვიძლია ვნახოთ ეს რა იყო ეს. გასაგები, ანუ კბილთა შორის მანძილი იყო არასწორი და თან დიდი. კი, კომპლექსიც გქონდა ამასთან დაკავშირებით. ღიმილი ნაკლებად მიხარო და წეღან თქვენ ახსენეთ, ვცდილობდი ნაკლებად გამეღიმა. ეკრანზეც რო ხედავდი ჩემ თავს, ეს დაშორებები ცუდად აღიქმებოდა და საბოლოო ჯამში ბევრი ვარჩიე თუ ცოტა ვარჩიე, ავარჩიე კლინიკას, ვიზდენტალი, საბოლოო ჯამში 2 დამჭირდა მხოლოდ ესეთი იმპლანტი. ანუ წინა 2 კბილი, ანუ ეგრეთ წოდებული მეორე კბილები გაქვს იმპლანტირებული, ხო? კი, მეორეები. აბა გაგვიღიმე კიდე ერთხელ. რა დაშორებულია კიდევ, მე მგონი ერთი ჭირდება. არა. დიდი მადლობა შესრულებული სამუშაო. კი, მეც მომწონს უკვე საბოლოო ჯამში. მეორე კბილები როგორი იყო, შენ აქამდე არ იცოდი ეს. არა. სხვა კბილებთან შედარებით რა განსხვავება, რა შეიცვალა, გემო თუ შეიცვალა, ბგერა თუ შეგეცვალა, აღქმა, რაღაც, აი რა არაფერი აბსოლუტურად მინდა თქვა ის, რომ ძალიან ორგანულია, პირის ღრუში ყველაფერი წესრიგშია, არც ღეჭვა, არც რაიმე მსგავსი პრობლემა არ ახლავს თან. ვაკრაჭუნებ როგორც საკუთარს. რა აგიკრძალეს, ასე ვთქვათ, იმპლანტირების შემდგომ. შედარებით უხეში და ასე ვთქვათ, თხილი კაკალი, მაგრამ მინდა გამოვტყდე, რომ გურიაში ჩავდივარ, რომ უკანა კბილები თხილს მაინც ვტეხავ, იმიტომ რომ რკინის საკმეტელათი გატეხილი თხილი იმდენად გემრიელი არ არის, როგორც ბუნებრივად, ხო? ამიტომ მინდა თქვა, რომ ეს არ არის საშიში პროცედურა, ან შემდგომ ძალიან ფაქი. უკანა კბილებსაც დაგიყენებენ მე იმპლანტებს და კი გაგურთიერთობა აწყობენ. ჯერჯერობით საჭიროება არ არის და შემდეგ ვნახოთ. რა იყო პროცედურის სირთულე, ტკივილი და ხანგრძლივობა. თვითონ პროცედურა მტკივნეული არ ყოფილა, იმიტომ რომ ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ მიმდინარეობდა და ვერ ვიგზენი რომ არ დაგიმალოთ ვერანაირი ტკივილი. იმპლანტაციის პროცედურის შემდეგ ერთადერთი მივედი რომ ამომიღეს ნაკერები და 6 თვის შემდეგ უკვე მოხდა მომზადება მეორე კბილების რომ დამაგრებული იყო ზეთ კბილი და 10 დღეში უკვე მივიღეთ ჩვეულებრივი მუდმივი კბილი. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ როგორ კეთდება ეს პროცედურა თქვენს კლინიკაში. ნახოთ სიუჟეტი. ვაწლის უკან ორსულობის შედეგად დავკარგე 3 კბილი კალცის ნაკლებობის გამო. ღეჭვის პროცესი იყო ძალიან ცუდი, ვერ ვღეჭავდი, გაცინის კიდო მერიდებოდა და ამის მერე გადავწყვიტე მაინც რაც არ უნდა იყოს, მივსულიყავი კლინიკაში სვიდენტალში. როდესაც პაციენტი გადაწყვიტავს იმპლანტაციის გაკეთებას და გადანერგვას იმპლანტების, ამის შემდეგ ჩვენ ყველაფერს ამას განვიხილავთ 3D საშუალებით. და ამას ყველაფერს ვიყენებთ იმისათვის, რომ წარმატებული იყოს იმპლანტაცია. შიში მაქვს ძალიან დიდი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გავიღიმებ და უფრო ლამაზი გამოვჩდები. ჩვენ ვაგრძელებთ ახლა შემდგომ იმპლანტის ჩაყენებას. ჩვენ დავასრულეთ იმპლანტის ჩასმის ეტაპი, იმპლანტების, აგერ 3 იმპლანტი, შეგიძლიათ ნახოთ. არაჩვეულებრივად თავი ბატონო დიმიტრი, ყველაფერი ჩატარდა არაჩვეულებრივად, დიდი მადლობა. გილოცავთ. მადლობა.
ბატონ დიმიტრი, შეიძლება გითხარით, როგორ იგეგმება, რამდენი სჭირდება, რა ტიპის და ასე შემდეგ. იმისთვის რომ ოპერაცია იყოს წარმატებული, ყველა ამის სრულნელთ ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ექიმები და იგეგმება კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გავზომოთ ზუსტად რამდენი გვაქვს ადგილი, რამდენი შეგვიძლია ჩავტიოთ იმპლანტი, რა ზომის იმპლანტი შეიძლება გამოვიყენოთ. ანუ ხდება სახის კომპიუტერული კვლევა, ყბის ძვლის, სადაც უნდა ჩადგეს, ჩაიხრახნოს ასე ვთქვათ იმპლანტი. ამის საფუძველზე უკვე ჩვენ შეგვიძლია გადავწყვეტოთ ოპერაციის ხანგრძლივობაც, დაახლოებით ვიცოდეთ უკვე რამდენს ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ. იმდენად ბევრ რამეს გვაძლევს დღევანდელ დღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, რომ შეიძლება მოდელირებას უკვე კომპიუტერს შეგვახედოთ კიდევაც პაციენტს უკვე რა შეიძლება მივიღოთ. რა დროა გასული, რაც ეს იმპლანტირება გაიგო? 8 თვეზე მეტია გასული კი და შესანიშნავია, გადასარევი შედეგია სახეზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი მომბრძანებისათვის. მიშა, ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს კი მიმართავ გახსოვდეთ, რომ კბილი, რომელიც გაკლიათ, აუცილებლად უნდა ჩაანაცვლოთ სხვა კბილით, იმიტომ რომ თუ სიცარიელი არის, შესაძლოა სხვა კბილები ამოძრავდნენ და ისინიც დავკარგოთ. მოკლედ გაუფრთხილდით კბილებს, გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ მაინც, მოერიდეთ ბევრ კბილის ჭამას და არ გამოიყენოთ კბილის ჩხირი. სამწუხაროდ ჩხირმა შეიძლება საჭმლის ნარჩენები უფრო ღრმად შეიტანოს ღრძილში, რესთაც მის დაზიანებას ვიწევთ ხოლმე. კბილის ჩხირის მაგივრად უმჯობესია გამოიყენოთ ეგრეთ წოდებული ფლოსი, ანუ კბილის სპეციალური სამედიცინო ძაფი. მოკლედ გაითვალისწინეთ ყველა ის რჩევა და აუცილებლად გექნებათ ჯამრთელი და ლამაზი გემი. და აქვე დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ კომპანიაში მაინთი ჯორჯიას თანამშრომლობისთვის. საქანელები გიყვართ? მე არა. თავბრუ მეხვევა და გული მერევა. დათო შენ? საქანელას გააჩნია თუ ნაზათი რწევა, აი ხა მე როგორც ვირწევი, ესე ნაზად კარგი. ხო, დაახლოებით ესეთ პოზიციაში მიყვარს და თუ თავბრუს მახვევს, მატრიალებს და გულს მიხეთკავს, ეგეთ საქანელას დიდად არ ლევო შენ რა ხდება? მე არ მიყვარს. არც ესეთი? არა, თავბრუ მეხვევა ხოლმე და მთელი ბავშვობა გამწარებული ვიყავი და ამატარებდნენ ამებზე, საქანელებზე და კარუსელებზე და მე კიდე ყველგან გული მერეოდა და თავბრუ მეხვეოდა და ჩვენ ერთ პატარა მაყურებელს ძალიან ყვარებია საქანელები. მოდი ვნახოთ ვიდეო შეკითხვა. გამარჯობა ექიმებო, მე ძალიან მიყვარს საქანელები. ყველა დღე ვქენავ ფამაზე და ამბერესდება, მაგრამ ბეზოთ რეალებს თავბრუ მეხვევა. და მაინტერესებს, რატომ მეხვევა თავბრუ? ეს საბურავი მომეწონა ძალიან, თვითნაკეთი საქანელა. იმედია ჯერ მეცადინებს და მერე ტრიალებს ამაზე, თორემ მერე გაუჭირდება. ეჭვი მაქვს რომ მერე ალბათ მეცადინეობის თავი აღარ ექნება თუ ამდენს ზრიალებს ეს ბავშვი. ლევან, ბავშვები შენი კატეგორიაა და ეხა სანამ სამწეს დავარწა უპასუხე ამ შეკითხვას. ხო, აი მედე რა. რა შემი მეც თავბრუ მეხვევა, იქით უნდა დავტრიალდე ხა. იმ ნაწილში, რომელსაც შუაყური ქვია, ჩვენ გვაქვს სპეციალური სენსორები. ეს სენსორები სითხით არის სავსე. როდესაც ჩვენ ტრიალებთ, ეს სითხე მოძრაობას გრძნობს და ტვინს უგრძავნის სიგნალს, რომ ჩვენ ტრიალებთ. მაგრამ როდესაც ჩვენ უცებ გავჩერდებით, რამდენიმე წამის განმავლობაში ეს სითხე ინერციით ისევ აგრძელებს ტვინისკენ ტრიალის სიგნალების გაგზავნას და ამის პარალელურად ჩვენი კიდურები, თვალები და სხვა ორგანოები პირიქით იქცევიან. ტვინს უგზავნიან სიგნალს, რომ ჩვენ ტრიალი დავამთავრეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტვინი ორ ურთიერთ გამომრიცხავ სიგნალს იღებს სხვადასხვა ორგანოებიდან და ბუნებრივია იბნევა. თავბრუსხვევას დადებითი თვისებებიც აქვს, მაგალითად გაგემახსოვრებათ ყველას 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გასართობი იყო ეზოში. ცოტა მოზრდილი ბავშვები ეზოში უფრო პატარა ბავშვებს აიყვანდნენ, ხელში ატრიალებდნენ და მერე გაუშვებ ხელს და ძირს რო დასვა ბავშვს, იყო ცოტა რაღაც გასართობი ელემენტები. ხო, შეიძლება მოცეკვავეებს და მოციგურავეებს, ბალერინებს მოცეკვავეებს შორის აქვს ერთი განსაკუთრებული ტექნიკა. მათ ხომ ბევრი ტრიალი უწევთ ხოლმე და თავბრუ არ უნდა დაეხვათ, უნდა გააგრძელონ მერე ცეკვა. ამიტომ ესეთ მეთოდს მიმართავენ. ტრიალს რომ იწყებენ, ირჩევენ ერთ კონკრეტულ წერტილს და თვალები ყოველთვის იმ წერტილისკენ აქვთ მიმართული და ფიქსირებული. აი დავუშვათ ამირჩიე ეს წერტილი და უყურებ ამას. ტრიალდებით და ისევ აფიქსირებთ ამ წერტილს. ჩვენ ცეკვაზე არ დადიოდი. დააფიქსირა წერტილი, ნახე. მე არ ვიყავი ერთ მოციგურავე და არც ბალერინა სამწუხაროდ. კეთობა ტრიალის ტექნიკა. ნინოს ტექნიკა გავიგეთ და შენს ხომ არ გაქვს რამე ტექნიკა? კი, მე მაქვს ჩემი პირადი ტექნიკა, გაცილებით მარტივია, სასიამოვნოა, არ გჭირდება ბზრიალი, საქანელები, წერტილების ფიქსაცია და ვესტიბულარული აპარატის გაღიზიანება. შეწუხება და გაღიზიანება არ გვინდა, როცა არსებობს აი ესეთი სარწეველა ტიპის
საკანელები, აქ არის თავრო დაგეხვევა, არც დაიღლები. შენთვის ჩაწვევი, ცოტა კომფორტული თუ არის? ცოტა ჩამოვარდის გარეშე. უფრო კომფორტულად რო იყო ესეთი. შენთვის სასიამოვნო ამპლიტუდით დაგარხევთ. მოდი ახლა რა შეიძლება ჩუმად დაუკრათ დაში, რომ და თუ არ შევაწუხოთ და ეკიპები გემშვიდობებით ერთი კვირა. რეკლამის შემდეგ ექიმებში. გაიგეთ როგორ ხდება დაკარგული კბილის შეცვლა. როდესაც მოვიცვალებ კბილები, წინართვის ნაცვლად ორი ჩამომივიდეთ ეც. მიშო სულუხიას ღიმილის საიდუმლო ექიმებში. შესანიშნავი ღიმილი გაქვს. პატარა მაყურებლის სახალისო შეკითხვა. რატომ ეხება თაბრო? და თავბრუ დახვეული ექიმები. რეკლამის შემდეგ ექიმებში. პატარა მაყურებლის სახალისო შეკითხვა. რატომ ეხება თაბრო? და თავბრუ დახვეული ექიმები.